თქვენ ხშირად მაძლევთ რაღაც ელემენტარულებზე შენიშნოს გასაგებია გაძევებას არ არის პრობლემა შეიძლება 5 წელი მომიწიოს სულიად უსამართლოდ ციხეში ყოფნა და ხა აქედან თუ გამაძევებენ დიდი არაფერი მაგრამ მინდა გესმოდეთ რომ ძალიან რთულია ეს ჩვენთვის ან საერთოდ კიდე ერთხელ და რამდენჯერაც მომეცემა საშუალება ბევრჯერ აგიხსნით რომ არაფერი ეს არ არის სამწერ ან თქვი სასაცილოა თქმა და სასაცილოა ზედაპირულად თუ არ ჩაუღმარდებთ თუ ჩაუღმარდებით ჩვენ დავინახავთ ერთი და იგივე პროკურორებს აქაც სხვაგანაც მერე კიდე სხვაგანაც ცალ-ცალკე ერთად ამ მოსამართლეს აქაც სხვაგან კიდე სხვაგან და ერთი და იგივე შინაარსის საქმეებს მერე ამას ხედავთ აქ იმ ყველაფერს მერე მივდივართ უყურებთ საკანში ტელევიზორში მერე ბრუნდებით ისევ აქ და იგივე ხდება მოდის ვიღაც მოწმე უსამენ კითხვას არცებს კონკრეტულ პასუხს მერე პროკურორი რავი ეხმარება ფაქტიურად პასუხის გაცემაში რავი ან როგორ წარმოგიდგენიათ ეხა თქვენ ან საერთოდ მინდა წარმოიდგინოთ რომ აი ერთი წამით რომ როდეს აი აქედან რო გავხვალ დაფიქრდეთ და წარმოიდგინოთ რომ აი სახში მიხვედით მეორე დღე გათენდა და ეს რაღაც არ არსებობს აი რა შეიცვალა სამყაროში ამაზე მინდა რომ დაფიქრდეთ აი ამაზე მინდა რომ დაფიქრდეთ ანუ საშიში ძიმე საშიში დანაშაულების ხედან აქ თუ რა ხდება ანუ ვინმეს რამეს უშევებ და რავი მე კიდე ბოლოს მინდა ერთ რაღაცას ვიტყვი აქ მოწმემას განაცხადა რომ საზოგადოების მაღალი ინტერესია ამ საქმეზე და ჩემი აზრით და მე მგონი მართალი ვარ ამაში რომ საზოგადოების მაღალი ინტერესი იქნება ორ შემთხვევაში საქმეზე როცა ყავს განსაკუთრებით ძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანების საბრალდებო სკამზე ან როცა ყავს უდანაშაულო ადამიანები ახლა თქვენ თვითონ გამოირკვიეთ ჩვენი ბიოგრაფია რა გვიკეთებია ვინ ვართ სად ვართ რა მოგვიპარავს რამე ცხოვრებაში ვინმე გვიცემია თუ რა გვიკეთებია ეგ ყველაფერი გამოიძიეთ და მე მიიღეთ დასკვნა დანარჩენს აქ არგუმენტებს მე ფაქტობრივად თუ გყავთ ეგეთ ვიღაცა სასწაული რომ მე ახლა ჩამსოვს კი ბატონო მილიონჯერ მithქვამს რომ არა მაქვს პრობლემა არა მაქვს მაგრამ უსამართლოც რო იყოს მაშინაც არა მაქვს პრობლემა უბრალოდ ძალიან რთულია ამის ატყვა მე მის მინდა რომ გესმოდეთ წარმოადგენელი მოწმე ვინც ეხლა დატოვა დარბაზი მე მგონი ყველამ დავინახეთ რომ პასუხებს ცემდა აბსოლუტურად სხვას ანუ რა კითხვაც ისმოდა აბსოლუტურად სხვა პასუხებს იძლეოდა და თვითონვე ამბობდა რომ მე ამ განმარტებას ვაკეთებ იმიტომ რომ ტელევიზია იღებს ხალხია და ამას ვაკეთებ იმიტომ რომ უფრო გასაგები გახდეს კიდე ერთხელ მინდა რომ დავაფიქსირო მანამდე ვთქვი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი და კიდე ერთხელ მინდა რომ დავაფიქსირო რომ ერთადერთ რამეს ემსახურება ეს ემსახურება იმას რომ ადამიანებს რომლებსაც ინფორმაცია არ აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით შეიყვანონ შეცდომაში ერთადერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თუ ადამიანს უნდა ობიექტურად რაღაცა სიმართლის დადგენა უნდა გაცეს იმ კითხვებს პასუხები კონკრეტული პასუხები რასაც ეკითხებიან ხო ანუ არავის არაფერი დასამალი არ აქვს და არ უნდა კონდეს უბრალოდ და რაღაცა აბსოლუტურად გაუგებარი პასუხები არ უნდა გაცეს როგორც თქვი ეს ემსახურება ერთადერთ რამეს რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში დიდი მადლობა ანუ ბოლო პერიოდში ხშირად მიფიქრია რომ გონი ჯობს მოგვისაჯონ თქო მინაიდან ეს ხალხში ისევ გააღვივებდა პროტესტს და ხალხს გარეთ გამოიყვანდა უკვე განუკითხაობა ხდება უკვე ქვეყანაში ყველა კუთხეში უსამართლობაა ხალხს იჭერენ აი როგორც უნდათ ისე იჭერენ ხალხს მიზეზის არ ჭირდებათ აი ვიღაც არ მოეწონებათ გაუშვებენ ციხეში მიჭერენ საუბრის გამო დგომის გამო სადღაც არ მისვლის გამო ასევე მედიებს ატერორებენ უკვე და ცენზურას უწესებენ შეიძლება მედიებიც აღარ ქონდეს მალე და ანუ კრიტიკას კი სისხლის სამართლის დანაშაული გახადეს საბჭოთა კავშირისგან რა განსხვავებს არ ვიცით სრული ვაკხანალია ქვეყანაში და ამის ფონზე ზოგიერთი პარტია გამოდის და ამბობს რომ პროტესტი და ბოიკოტი გვერდზე უნდა გადავდოთ და რაღაც არაფრის მომცემ უმნიშვნელო არჩევნებში უნდა გავიდეთ ეს ნიშნავს რომ ფეხებზე დავიკიდოთ რაც ხდება ირგვლივ ევა საქმესთან დაკავშირებით თუ რამე თქმა გსურთ თქვით პოლიტიკასთან დაკავშირებით არ ვსაუბრობთ ხო დამასრულებინოთ საქმესთან დაკავშირებით ხო საქმესთან დაკავშირებით ერთ წუთში დავასრულო თუ შეიძლება ხო საქმესთან დაკავშირებით და კი ბატონო კარგით საქმესთან დაკავშირებით არის ჩემი აზრი
ჩვენ გვეხება. უცებ დავასრულო. ანუ ბოიკოტის მერე რა ხდებაო, ასეთი კითხვები იყო გარეთ და ჩემი აზრით ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ რაღაცას ითხოვ და თუ იმ რაღაცას არ გისრულებენ, ისევ ბოიკოტში რჩები, სანამ არ შეგისრულებენ და უფრო მძაფ ხასიათირებს ეს ბოიკოტი. და თუ რაღაცას არ გისრულებენ, მაშინ რატო აშრულებ შენ იმ სხვის მოთხოვნას, თან ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის არაფრის მომცემი თვითმმართველობის არჩევნები. არაფრის მომცემი ჩვენთვის თორე მათთვის ლეგიტიმაციის მიმცემი. და უფრო საინტერესო კითხვა ის არის ამ არჩევნებს რომ წააგებთ, თან თუნდაც 2 როკს მოიგებთ, მერე რა ხდება. თვითონ ის პარტიები არ გადიან ამ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციიდან, რომლებიც მოიგეს წინა არჩევნები და პირველ-მეორე ადგილზე გავიდნენ და მესამე-მეოთხე ადგილზე გასულ პარტიებსთან, რომელთაც ამორჩევლები კიდევ უფრო დააკლებათ ამ მოღალატეობრივი და ქართული ოცნების წესქვილზე წყლის დამსხმელი ქმედებით, რისი იმედი აქვს, რისი მოგების იმედი აქვს. რატო ატყუებენ თავიანთ ამ მომრჩეველს, რომ დავასრულოთ ბატონო. აი ერთ სხვა რაღაცასთან დაკავშირებით. საქმესთან დაკავშირებით. ყველა ადამიანს აქვს ჩემი აზრით არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობა, რომ არ მოითმინოს ძალადობა, არ მოითმინოს კორუფცია, უსამართლობა, სიცრუე და ყველაფერს თავის სახელი დაარქვას მოღალატეს მოღალატე, მონას მონა, მტერი მოყვარეს მოყვარე. მაგრამ დღეს ისეთი ვითარება გვაქვს ქვეყანაში, რომ იმისთვის რომ რაღაცას სახელი დავარქვათ, შეიძლება ციხეში დაგვიჭირონ. მაგალითად 19-20 წლის სტუდენტ გოგოებს იჭერენ ამის გამო ციხეში. და ერთი თხოვნა მაქვს, რომ რაღაცას თუ მომისჩით, იმაზე 12 დღე დამემატოთ, რადგან ძის რუსეთის დამპალი იმპერია. დავასრულეთ.